შეგრძნებებისთვის და კიდევ უნდა დავამატო რაღაც. იმისათვის, რომ დავიწყოთ ჩვენი ბიზნესი და იმისათვის, რომ გადავდგათ ნაბიჯები, ჩვენ ამაშიც გვეხმარება ბაკურიანი. და კიდევ ერთი ადამიანი გვეხმარება სხვათა შორის ამაში ეს არის ჩვენი პირადი კოუჩი კახი ლობჟანიძე, რომელიც მოგცემს რჩევებს თუ გვინდა რომ ჩვენი იდეა და ჩვენი სურვილები ვაქციოთ ბიზნესად, აი ეს ადამიანი დაგვეხმარება ამაში. დღეს როგორ ხარ? კარგად, თავად როგორ გიკითხოთ? კარგად, ისეთი პერიოდი, ისეთი დრო მოდის, მით უმეტეს თუ ჩავიკიდეთ, მე მგონი ძალიან ბევრი დრო გვექნება იმისთვის, რომ დავიწყოთ ფიქრი და რაღაც ახალი გადაწყვეტილებები მივიღოთ. ამაში კი დაგვეხმარება ბიზნეს კოუჩინგის ტექნიკა. დღეს პირველად გავაკეთებთ ჩვენს ეთერში ბიზნეს კოუჩინგიდან პირველ ყველაზე მარტივ ნაბიჯებს, რისი გადადგმა და რისი გააზრება გვიწევს იმისთვის, რომ ჩვენი იდეები ან ჩვენი სურვილები ვაქციოთ ბიზნესად. ახლა იმდენად მარტივია ეს ყველაფერი, რომ დაფადაცხრილები არ გვჭირდება არაფერი, მართლა ძალიან გამარტივებულია, განსაკუთრებით რაც უფრო დრო გადის და რაც უფრო მეტად გადავდივართ ონლაინს. ბაკურიანი გამოგადგება. დიდი მადლობა, იტაურო. ესე იგი, იმდენად გამარტივებულია ყველაფერი დღესდღეობით და ზოგადად საქმის კეთება და განსაკუთრებით ონლაინ სისტემაში, რომ ბიზნესის კეთებაც გამარტივებულია, განსაკუთრებით მაშინ, როცა დღეს მოწინავე ლიდერები ამბობენ ყველა იმას, რომ დღეს თუ ბიზნესი ონლაინში არ არის, მას მომავალი არ უწერია. თუ წინა საუკუნეში მაგალითად უფრო პოლიტიკური ლიდერები იყვნენ პირველ პლანზე, დღეს ხედავთ, რომ ანტრეპრენერები და ბიზნესმენები არიან და ბევრად მეტი ინფორმაცია გვაქვს მათ შესახებ, როგორ აღწევენ გარკვეულ წარმატებას. ჩვენ შეგვიძლია ვისაუბროთ 10 ნაბიჯზე, რა ნაბიჯია გადასადგმელი იმისთვის, რომ მივიდეთ დაწყებამდე და შემდეგ რა თქმა უნდა პროცესში უნდა განვახორციელოთ. განსაკუთრებით მაშინ, როცა წინა ეთერებში სანდრომაც და ნიკამაც შეიძლება შემთხვევით ან შეიძლება გამიზნულთაც ახსენეს, რომ მათ აქვს რაღაც სურვილები, მათი იდეები ან ჰობები აქციო ბიზნესში. სანდროს არ ახსოვდა. სანდროს არ ახსოვდა. მაგრამ ნიკამ განმიმარტა, რომ მას უნდა და თურმე ჰობი გადაექცია ბიზნესში. კი, ანუ თავარი რაღაც ხედვა ქონდეს და გავაკეთოთ. პირველი ნაბიჯი რაც ყველაზე მნიშვნელოვანია და რაც ყველაზე გასააზრებელია ჩვენ ეკრანზე ვხედავთ, ეს არის კითხვა, რატომ მინდა ბიზნესი დაწყება. ყველამ ვიცით, რისი გაკეთება გვინდა, რა გვინდა, როგორ გვინდა, მაგრამ რატომ გვინდა ამ კითხვაზე პასუხია ძალიან მნიშვნელოვანი. სანდრო, შენ თუ გაიხსენე, რატომ შეიძლება და გიდოდეს? იცი რა არის, არ ვიცი წინაზე რა ვთქვი, რატომ მინდოდა, მაგრამ ანუ ამოსავალი წერტილი არის რა თქმა უნდა ფინანსური მოგება, რაც ანუ თან აკეთო ის რაც სიამოვნებს, თან შემოსავლის კონდეს, ეგეთი ოღონდ განსხვავება ბიზნესსა და უბრალოდ შემოსავალს შორის ხო ის არის, რომ ანუ ასე ვთქვათ, ეგრეთ ხელფასზე არ ცხოვრობ რა, დაახლოებით ეგეთი ვარიანტი, მით უმეტეს შენი შექმნილი პროდუქტი არის და შენ თავზე ხარ დამოკიდებული. ანუ შენთან ლავირებ, ასე გინდა, ისე გინდა და თავიდან ბოლომდე შენ აკონტროლებ. ფათაშევის კარგი შეგრძნებაა. კი, აბსოლუტურად ზოგს განცდა აქვს, რომ მაგალითად სამსახურში თუ არის 8 საათი და კვირაში 40 საათი უნდა რომ გადავიდეს ბიზნესში და მაგალითად თავისუფალი გრაფიკი ექნება, ეს სინამდვილეში არ არის პირიქით, ხანდახან 20 საათიან რეჟიმზე გადავდივართ, იმიტომ რომ ჩვენ საქმეს როცა ვაკეთებთ, შეიძლება იყოს სიზმრით, მაგრამ შენი თავისუფლება მაგრამ გაქვს განცდა ის, რომ შენ გაქვს სრული პროდუქტი. შემდეგი ასევე ძალიან მნიშვნელოვანი კითხვა არის ის, რა შეგიძლია რეალურად და რა განიჭებს სიამოვნებას. არა ის, რა მომწონს მე რომ რაღაცა კარგი ბიზნესი ან კარგი იდეა პირობითად ან ხო რაღაცა ეს ვიღაცა. ეს შეიძლება ვიღაცის კარგი იყოს და შენთვის არ იყოს ამ პირიქით. ძალიან რთულია განსაზღვრო იდეა კარგია თუ ცუდი. სანამ ამას არ განახორციელებ, აქედან გამომდინარე, კითხვა უნდა დაიწყოს შენგან, შენ რა შეგიძლია, რისი გაკეთება შეგიძლია და რა გიყვარს და აი ამ აქედან რომელს აქცევდი პირველ რიგში ბიზნესად. შემდეგი მესამე ეტაპი ამის გააზრების მე არის იდეის ჩამოყალიბება. იდეის ჩამოყალიბება არ არის სასურველი, რომ ჩვენ ზუსტად გქონდეს დანახული 10, 20 და 30 წლის პერსპექტივა, თავარი ზუსტად გქონდეს გააზრება, რომ მე მაგალითად პირობითად რაღაცა წლიდან ვაქცევ პირობითად რაღაცა მინერალურ წყალს. ან კონკრეტულ რაღაც ჩემი ჰობიდან მე თუ შემიძლია რომ მაგალითად პირობითად დავეხმარო ადამიანებს წარმატების მიღწევაში, მე რაღაცა გავაკეთო ცენტრი, რომელიც გახდება კოუჩინგის ცენტრი და დამეხმარება. აი ამის ჩამოყალიბების შემდეგი ეტაპი არის კვლევა და კიდევ კვლევა ეკრანზე სამჯერ მიწერი, რატო? მე რო თავად უნივერსიტეტში სწავლობდი კვლევის მეთოდებს, მაშინ ვერ ვიაზრებდი რამ ხელ მნიშვნელობა აქვს ზოგადად ამ მეთოდოლოგიას, რადგან მთელი ცხოვრების მანძილზე ფაქტობრივად ყველაზე მნიშვნელოვანი ახალი ნაბიჯებისთვის ყველაფერში პიროვნებაში და ბიზნესში არის ახალი ინფორმაცია. სანამ შევდივართ ბაზარზე, კვლევის ჩატარება შეიძლება დიდ თანხებთან ასრულდებოდეს ჩვენთვის, მაგრამ სინამდვილეში ასე საერთოდ არ არის. დღეს უამრავი ნაცნობი ყავს ყველა და უმარტივესად Google ფორმაში შეგვიძლია რამდენიმე კითხვა გავაკეთოთ და თუნდაც მოვიკითხოთ, გავაზიაროთ, რამდენიმე ჯგუფში დავდოთ და ინფორმაცია ჩვენი იდეის ირგვლივ, როგორი დამოკიდებულება აქვს ადამიანებს, რამდენად იყიდნენ, რამდენად რეალურ სურათს. პირველი ეტაპისთვის. აი მაგდონის კვლევა, აი იდეა რომ დავდო და კითხვა დავწერო რომ რამდენად ამართლებს. შეიძლება პირდაპირ იდეას ადმედი ხარ მე. ხო, აი მაგით არ ვიკითხე, სადღაც არ ვიკითხე, ზუსტად იდეა, რატომ? იმიტომ რომ არ გავაჟღეროთ, ანუ აქ არის ინფორმაცია, რომ შენ მაგალითად პირობით იდეა არ თქვა, მაგრამ რაღაც კონკრეტულს ჩამოაყალიბებ, აი ამაზე როგორი გამოხმარო მოდის, ან რა ცოდნა აქვს, რა ინფორმაცია, რამდენი დაინტერესება მოყვება ამ ყველაფერს, ხო? შემდეგი
აქედან მნიშვნელოვანი ფაქტორი და ნაბიჯი არის ის, რომ შენ მოახერხო აუცილებლად თუნდაც მინიმალური გეგმის შექმნა, რის მერე აკეთებ. ეს არის უმარტივესი, დავიწყეთ მაგალითად პოზიციონირებით, ხო? აი პოზიციონირება რა არის? პოზიციონირება ხშირად ასოცირდება მაგალითად კომპანიის დაფუძნებასთან და საბუთებთან და ხშირად ადამიანებს საბუთების ეშინიათ. ამაში ბოდიში კახერა გაწყვეტინა ხათაშორის წინა კვირას ქონდა ზუსტად პალიტრაელის წიგნები, სადაც ზუსტად ამ თემაზე არის საუბარი, როგორ შეიძლება დავიწყოთ ბიზნესი და мотивация როგორ უნდა გქონდეს ამისთვის. კი, ანუ პოზიციონირება, როდესაც ჩვენს ასოცირდება, რომ ჩვენ რაღაცა საბუთები დაფუძნება ასე შემდეგ, ეს არის უმარტივესი პროცესი, თუ დაფუძნება გვინდა ეს მხოლოდ 100 ლარი შემოიფარგლება და შეიძლება დაფუძნება არც იყოს, ჩვენ პოზიციონირება გავაკეთოთ Facebook-ზე, პირობითად ან რომელიმე სოციალურ ქსელში, რომ ავიღოთ პასუხისმგებლობა თუნდაც საზოგადოების წინაშე და ჩვენი თავის წინაშე, რომ ჩვენ უკვე დავაფუძნეთ. დავაარსეთ და შემდეგ ვიფიქროთ აი ამ შემდეგი ნაბიჯების გადადგმაზე. შემდეგი ასევე უნიშნავად ჩვენს ეკრანზე ხედავთ, შემდეგი უნიშნავანი ნაბიჯი არის ის, რომ პოზიციონირების მერე აუცილებლად გავაკეთოთ და მოვიზიოთ სია, ვინ გვეხმარება, შეიძლება იყოს ოჯახის წევრები, ადამიანები, ნაცნობები, მეგობრები და გამოცდილი ადამიანები, რომლებიც კონკრეტულად ჩვენ სფეროში გვჭირდებიან, ან ადამიანები, რომელსაც შეიძლება ჩვენ ფინანსურად გვჭირდებოდეს, ან უბრალოდ ჩართულობა გვჭირდებოდეს, მითხრა შეიძლება მას სარგო შევთავაზოთ, შეიძლება წილი შევთავაზოთ ასე შემდეგ. სტაფი შეიძლება არ იყოს, მაგრამ ადამიანები, რომლებიც უბრალოდ კონკრეტულ სფეროში დაგეხმარებიან, თუნდაც მაგალითად ჟურნალისტი ნაცნობები თქვენ, რომლებიც კონკრეტულად კითხავენ, რამდენად საინტერესო იქნება, რომ ეს თემა გავაკეთოთ ხალხი თუ დაინტერესდება თუ ასე შემდეგ. აი ამ მნიშვნელობაში შემდეგი ასევე მნიშვნელოვანი ფაქტორი არის აი სტაფის მნიშვნელობაში, რომ ჩვენ გვყავდეს ადამიანები, ახალი კავშირები, რომლებიც პოპულარიზაციას გაგვიწევენ, ეს არის ნეტვორკინგი. ნეტვორკინგის გაკეთება ესეც თითქოს რთულია, მაგრამ სინამდვილეში დღეს ძალიან მარტივია. ჯგუფებიც კი, Facebook ჯგუფებიც კი, მით უმეტეს ონლაინ სამყაროში არის შესაძლებლობა, რომ ჩვენ ახალი ადამიანები გავიცნოთ, ხო? გარდა ამისა, ჩავერთოთ სხვადასხვა უამრავ უფასო აქტივობაში, ასევე ღონისძიებებში, საერთაშორისო უამრავ მნიშვნელოვან გამოწვევებში, ასევე არის ღონისძიებები, სადაც შეგვიძლია ადამიანები მივიდეთ, დავესწროთ და უბრალოდ ჩვენი ხატი გამოვხატოთ და იქ გავაჟღეროთ თუნდაც უკვე კონკრეტული პოზიციონირება. და ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი, მეცხრე ფაქტორი არის ამ ყველაფრის დაწყება, იმიტომ რომ ჩვენ ადამიანებს ძირითადად ყველაფერი კარგად გვაქვს. ხო, აი, თუნდაც აი მესამე და მეოთხე, აი, პოზიციონირება, რომ მე უკვე დავწერე თუნდაც პოსტი და მე დავიწყე ეს საქმე. ანუ მე უკვე ავიღე პასუხისმგებლობა რაღაც ნაბიჯები გადავდით, ხო? ბიზნესის დაწყება დღეს აღარ ასრულდება სამსახურის დატოვებასთან. ყველაზე რთული. ეს დაწყება არის ყველა ნაბიჯზე. რაღაცა რომ მომივიდა, მე არის დაწყება და მე მეორე ფაზა გაგრძელება და ბოლომდე მიყვანა, მაგრამ დაწყების ნაწილში აი ყველაზე რთულია ამ ნაბიჯის გადადგმა. და აქედან გამომდინარე, ჩვენ როდესაც შევძლებთ პირობითად, რომ აი ამ ყველაფრის ფონზე დავიწყოთ და შემდეგ უკვე მივყვეთ, მე გზადაგზა გვეხმარება ყველა და ყველაფერი მართლა სამყარო. ერთ-ერთი დავამატებ, რომ აი ჩვენს ეკრანზე ხედავთ იმ უფასო რესურს, დღეს რაც შეგვიძლია რომ აბსოლუტურად უფასოდ მივიღოთ. იქნება ეს ბიზნეს გეგმა, იქნება ეს მარკეტინგ კამპანია, ტრენინგები, ინფორმაციები, ვირტუალური ოფისი და რაც თავარი დილა უქმებებზე, რომელიც გარდა უამრავ ინფორმაციის გარდა გვაძლევს და ასევე გვეხმარება პირველ განვითარებაში, თუნდაც ჩემი რუბრიკით ადამიანებს დამატებით რა ჭირდება იმისთვის, რომ თავის ბიზნესს განავითაროს, უნდა გვიყუროს ყოველ შაბათს და კვირას. საწყისი კაპიტალი არ ჭირდება ბიზნესს? საწყისი კაპიტალი დღეს ჩვენ მოწინავე კომპანიებს, მათ შორის Google, Amazon და Apple და ასე შემდეგ, ეს კაპიტალები 0-დან $100-მდე მეყრეობს და მე შეგვიძლია პირადად სია მოგაწოდო 100 კომპანია, რომელმაც 0-დან 100-დან დაიწყო და მათ შორის ბოდიში შეგაწყვეტინე, რომ ყველა ადამიანს არ შეუძლია ბიზნესის დაწყება, იმიტომ ნახე, ადამიანებისგან გამიგია ესეთი მოსაზრება, რომ არა, მე მაგის მე ვერ გავაკეთებ, მაგას ჩემი არ არის. ეს არის შიში, საბუთების შიში რო ვახსენე, რომ აი ბუღალტერიის შიში, ფინანსების შიში და ასე შემდეგ, რომ შენ გონია რომ ამ ყოველთვის ვერ გააკეთებ. სინამდვილეში ეს ნაბიჯი ხდება, შეიძლება ერთ წელი ისე გავიდეს, რომ მხოლოდ ერთი საბუთი კონდეს, უბრალოდ დაფუძნების საბუთი, ან შეიძლება ისიც არ დაჭირდეს, პირობითად 30,000 ლარს სანამ არ აბრუნებს ბიზნესი, შეიძლება არ დაჭირდეს მას ოფიციალურად დაფუძნება. და აქედან გამომდინარე, აი ამ შიშისთან რომ მე ვერ შევძლებ საბუთების და ფინანსების მართვას, ეს არის შიში, მაგრამ ამასაც სწავლა ჭირდება და დღეს უამრავი უფასო რესურსია, რომელიც გასწავლის კიდეც ბიზნეს გეგმასაც გაკეთებინებს აბსოლუტურად უფასოდ, ბიუჯეტირებასაც და კიდევ უფრო ძალიან დიდი ინფორმაცია გაძლევს. სურვილი და მონდომება სურვილი აქამდე. და შიშის გადალახვა, რომ შენ რეალურად ნაბიჯ ყველაფერს ისწავლე ისე როგორც ის ცხოვრება ისწავლე სანამდე მოხვედი. და ალბათ იმანაც არ უნდა შეგვაშინოს თუ პარალელურ რეჟიმში ჩვენი საქმიანობით დასვარდაკავებულები. დღესდღეობით აღარ არის საჭირო სამსახური დავტოვოთ, პირიქით გვაქვს ჩვენ იმდენი დრო. რაღაც ეტაპზე ეს აუცილებლად თუ მივალთ იქამდე რომ ჩავანაცვლებ. თუ მივალთ იქამდე, მაგრამ მინიმუმ პარალელურ რეჟიმში გავაკეთოთ. დღეს ოფისთანაც კი აღარ ასოცდება ბიზნესის დაწყება, იმიტომ რომ განსაკუთრებით ონლაინ რეჟიმში, აი Zoom-ში შეგვიძლია გააკეთო ოფისი და კონდეს და ვირტუალურად გააგრძელოთ. ახლა გისმინე ყურადღებით და რა და კაი 1000% შემიძლია დაგეთანხმო, რომ არის შიშის ფაქტორი ყველაზე მნიშვნელოვანი და ყველაზე ცუდად მოქმედებს შიში. ეხლა
ჩემ თავში რომ გადაურბინე და ჩემს მეგობრების თავებში რომ გადავირბინე, ყველგან არის შიში. შიში იმის რომ ეს ბიზნესი არ გაამართლებ, შიში იმის რომ მე ვერ გავაკეთებ, შიში იმის რომ ვისაში ჭირდება. ხდები ეს ხო არის უკვე. კარგი რომ იყოს სხვა ცხომური ფიქრები და ზუსტად აი კვლევა, ანუ ეს არის ზუსტად ერთ სამომატებელს დავასრულებ გადავიდეთ. ძალიან მოგეთხოვზე კი ის რომ დღეს აი ინვესტიცია დასაწყისში თუ არ გვაქვს, ჩვენ როდესაც ვახერხებთ გაძლიერებას და უკვე რესურსის შექმნას, არსებობს უამრავი გრანტები 30000-იანი, 500000-იანი, 100000-იანი, რომელიც უმარტივესად შეიძლება მოიპოვოს ადამიანმა დღესდღეობით. დიდი მადლობა, გახსოვთ. მადლობა.